ნახე თურმე რა გამოგრჩა. ბებიამ და ბაბუამ კუალა-ლუმპურიდან იყიდეს 2 ბილეთი. დაჯავშნეს სასტუმრო და ჩავიდნენ საკურორტო ქალაქ პენგკალან-ჰელუში. მხოლოდ იმიტომ, რომ ენახათ ახალი ულამაზესი საბაგირო გზა, საიდანაც იშლება მშვენიერი ხედები და მოკლედ ძალიან მაგარი საბაგირო გზა არისო და ის უნდა ვნახოთო. ხოლო როდესაც სასტუმროში მივიდნენ და ჩვენ ვიცითო რომ თქვენ სასტუმროსთან საბაგირო გზა არისო, სად არისო? სასტუმროს თანამშრომლებმა უთხრეს ჩვენთან არანაირი საბაგირო გზა არ არისო. და როგორც აღმოჩნდა, ბებიამ და ბაბუამ ნახეს ვიდეო რგოლი სამწუთიანი სარეკლამო, სადაც ვითომ TV რახიატის ჟურნალისტი საუბრობდა, რომ ესო სასწაული ახალი საბაგირო არისო და მობზანდით ყველაო. და რა თქმა უნდა, როგორც უკვე მიხვდით, ეს ვიდეო სრულიად დაგენერირებული იყო ხელოვნური ინტელექტით. ვიღაცა გაერთო. ეს ამბავი გაავრცელა ამ სასტუმროს თანამშრომელმა, რომ სხვებსაც არ ეგონოთო და არ ჩამოგვადგნენო აქო, სად არის საბაგირო გზაო. სხვათა შორის მალაიზიის პოლიციამ განაცხადა, რომ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი დაზარალებული არისო. და გაითვალისწინეთ, რომ ეს ფეიკიაო. ამიტომ აუცილებლად ურჩიე ბებიას და ბაბუას ყველა ვიდეოს არ დაუჯერონ. ხომ იცით რა დროა მაინც? ვახ ჩემი რამ სიმაღლეა. თორემ მერე ნახავენ რაღაცა რეკლამას, აღმოჩნდება სისულელე და მერე იტყვიან